ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო განხილვა გრძელდება. ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე და იოსებ გოგიტიძე ძებნილები არიან, ამიტომ სასამართლო პროცესი მათ გარეშე მიმდინარეობს. საქმეში 200-მდე მოწმედა დაზარალებულია. ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ ჩოლოქსა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში. ასევე უკანონო ფორმირების შექმნა შეედება. აბაშიძეს ასევე პროკურატურა ედავება ნოდა რიმნაძის მკვლელობის საქმეს, ამიტომაც განახლდა 1991 წელს მომხდარი ფაქტის გამოძიებას ნოდა რიმნაძის მკვლელობა. სისხლის სამართლის საქმე 37 ტომისგან შედგება და ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. ასლან აბაშიძის მიმართ რამდენიმე საქმეს ერთდროულად იძიებენ. პროკურორის ინფორმაციით აბაშიძეს უკვე მისჭილი აქვს ერთ საქმეზე 15 წლიანი პატიმრობა. დღესდღეობით მიმდინარეობს სასამართლო გამოძიების დროს მტკიცებულების გამოკვლევა, ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, რის შემდგომაც მოხდება დაცვის მტკიცებულების გამოკვლევა. ბრალდებას მე დავიდან ბოლომდე გავეცანის ის წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ბრალდება წარმოადგენს სასამართლოში და მინდა გითხრათ, რომ ყველა ბრალდება არის აბსურდული და ვერანაირად ემტკიცდება ბატონი ასლან აბაშიძის ბრალეულობა. რასაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში მგონი რომ დავადასტურებთ სასამართლოზე დაცვის მხარე.